უკრაინის ფრონტის ამბები დაფარა იმ მოლაპარაკებების პროცესებმა გადაფარა თითქოს რაღაცა ამ პროცესში ფრონტი ისეთი აქტიური ისედაც არ იყო ფრონტი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტები მოხდა. მაგალითად მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ კურსკი შეგვიძლია აგერ გამოვიტანოთ. კურსკის ეს ოლქი მთლიანად გაწმინდეს რუსებმა. ყველაფერი დაიბრუნეს, რაც კი არსებობდა, გავიდნენ საზღვარზე. ასე რომ რაც კი გააჩნდათ წინსვლა და მონოპოვარი უკრაინელებს, ეგ ყველაფერი გაანულეს. და რაღაცა დონეზე თვითონ სუმის ოლქში შევიდნენ თვითონ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეგ რაღაცა ორი მიმართულებიდან ცდილობა ქონათ უკრაინელებს შეტევის, რაც ჯავშან ჯგუფები ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ ეს ჯგუფები გაუნადგურეს. ეხლა მთავარი შეტევა მიმდინარეობს, ეხლა მოდი ისე გაჩვენებთ, რომ დაინახოთ, თქვენ თვითონ მიხვდეთ, სად არის მთავარი შეტევები, ეს მონიშნული სადაც არის. აქ არის შეტევის დღეს მომხდარი შეტევების მიმართულებები და ეს რას ნიშნავს? ძალიან გააქტიურდა ფრონტი ბოლო დღეების განმავლობაში. ყველა ძირითად ლოკაციაზე ფრონტზე მიმდინარეობს წითელი ჩავკეცოთ, გაიქნება. მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები ძირითადად ამ მიმართულებაზე. მთავარი მიმართულება რაც არის ეს პოკროვსკის მიმართულება. ეს ქალაქი პოკროვსკი, რომელზეც ადრეც გეუბნებოდით, ეს არის მთავარი მიმგოროდი გვერდზე, მის გვერდზე არის ფაქტიურად ერთი ქალაქივით არის ორი ქალაქი, დიდი ქალაქია, რომელიც არის მთავარი გამანაწილებელი ჰაბი აი ამ სლავიანსკ-კრამატორსკის ფრონტის მიმართულებაზე. აქ მომარაგება საყრდენი პუნქტი იყო, რომლიდანაც მე ნაწილდებოდა სამხრეთით, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით. ეხლა ძირითადად ეს დონეცკის მთელი ეს უზარმაზარი სეგმენტი, რომ მიხვდეთ, მავდეევკასთან გადიოდა, ეს დონეცკთან გადიოდა ფრონტი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. წელიწადნახევრის წინაც აქ იდგა ფრონტი, მთელი ეს დიდი სეგმენტი რუსებმა წინ წაიწიეს და ასევე აქ ტორეცკი ეს ქალაქი, სადაც რომლის წიაღშიც ახლა მიმდინარეობს ბრძოლები და რუსები ნელ-ნელა წინ მიიწევენ, ეს არის გამაგრებული ბოლო საყრდენი ხაზი იყო, რომელიც 2014 წლიდან იყო აგებული, ძლავრი საყრდენი ხაზი, ამასაც რუსები დაძლიეს ეს ხაზი და მიიწევენ წინ სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკას ესეთი დიდი აგლომერაციის ხაზია, ქალაქების ფაქტიურად ერთიანი ჯაჭვია აქ მდებარეობს და ამ ჯაჭვს უნდა მიუახლოვდნენ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, აქ ბახმუტი, გეხსოვებათ ახლა ბევრ თქვენგანს, ბახმუტი და ჩასოვი არია აქ ქალაქი, რომლის დაძლევის შემდეგაც უკვე უშუალოდ კონსტანტინოვკას მიადგებიან. ანუ აქ არის ამოცანა, რომ კონსტანტინოვკას ჩრდილო-აღმოსავლეთზე უნდა გავიდნენ ჩასოვი არის დაკავების შემდეგ, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან მისი იზოლაცია უნდა მოხდეს ტორეცკის აღების შემდეგ და ფაქტია, რომ ამომაჩვენა, რომ დიდი ქალაქების აღება ვერ ხერხდება თუ ჯერ მისი წინასწარ ნახევრად ალყაში მოქცევა მაინც არ ხერხდება. მაგალითად, ჩვენ პაკროვსკზე რო გადავიდეთ, ისევ დავაჩვენოთ თუ შეიძლება. პაკროვსკის შტურმი ჯერჯერობით რუსების მხრიდან ამ მომენტისთვის შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ცოდნავ კიდე რომ გავადიდოთ თუ შეიძლება. პაკროვსკის ძირითადი მომარაგების ხაზებს თუ დავაკვირდებით, ანუ ტრასებს, მისი ჩრდილოეთ მიმართულებაზე სამი ისეთი მსხვილი არტერია არის, რომლის როგორც მინიმუმ საცეცხლე კონტროლ ქვეშ აყვანის გარეშე აქტიური შტურმი ეს ფაქტიურად ეს გზა, რომელიც პირიქით იქით მიდის სლავიანსკ-კრამატორსკისკენ, ეს ჩაგეტილია, დარჩა ეს ორი გზა, რომელიც ჩრდილოეთი და დასავლეთ მიმართულებაზე და იქ მეორადი ესე ვთქვათ, გრუნტის გზებიც არის, მაგრამ თუ ფლანგებიდან ჯერ გარღვევა არ მოხდა, ისე დიდი ქალაქის შტორმი პრობლემატურია ხოლმე. შეიძლება ვინმე მიკითხოს, მაგალითად კი, რატოა ეგრე პრობლემატური? ნახეთ, ეს არის დიდი ქალაქი, რომლის ტერიტორიაზე შესაძლებელია განლაგდეს ეს ორი ქალაქია
საკმაოდ დიდი ძალები დაფარულ სივრცეში, ანუ ქალაქის ნაგებობებში არის განლაგებული დიდი ძალები, რომლებიც მაგალითად ეფექტურად ოპერირებენ FPV დრონებით, რომლებიც არის ძალიან ყველაზე ეფექტური საშუალება მოწინააღმდეგის ტექნიკის განადგურების და აქ მდგომ, თქვათ, რუსულ შენაერთებს იმისთვის, რომ მომარაგება ქონეთ, იმისთვის, რომ ახალი ძალები მიეწოდებოდეთ, პოკროვსკში დაფარულში მყოფი მოწინააღმდეგე აქ ადვილად უნადგურებს. ანუ ძალიან მოწყვლადია აქ ძალების კონცენტრირება იმის გამო, რომ დიდ ქალაქში კონცენტრირებული მოწინააღმდეგე ფაქტიურად FPV დრონებით აქტიურად მუშაობს. ამიტომ ეხლა რა გეგმაც რუსებს აქვთ, როგორც აი ხედავთ ეს აქტიობების ნიშნულები როგორც აჩვენებს. რუსების გეგმა იქნება აი მიმართულებით დასავლეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთისკენ საკუთარი პლაცდარმის გაფართოება იმისთვის, რომ გადაჭრან ეს პოკროვსკის მომარაგების გზა. და ნუ ფაქტიურად ამ შემთხვევაშიც აქაც განვითარების ხაზი იქნება ეს ჩრდილოეთით კრამატორსკის კონსტანტინოვკას მიმართულებით შეეცდებიან განავითარონ იმისთვის, რომ პოკროვსკი მოაქციონ ნახევრად ალყაში და კონსტანტინოვკა მოაქციონ ნახევრად ალყაში. ანუ ეს პლაცდარმი გაწიონ დასავლეთით. აი ამ სივრცის კონტროლი და შემდეგ უკვე ნახევრად ალყაში მოქცეულ პოკროვსკის შემთხვევაში ერთი მომარაგების ხაზი სტოვებენ ხოლმე, რუსების ტაქტიკა ეგეთია, რომელიც საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის, ძნელი ხდება ქალაქის მომარაგება და მერე იწყება ქალაქის штурმი და ადვილდება შეტევა. აი მარტო ამ ფრონტის მონაკვეთის ანალიზი რო გავაკეთოთ, თვითონ რუკას რო დავაკვირდეთ. აქ პოტენციურად აი სამი ესეთი მინი ესე თქვათ ალყა არ არის კორექტული დავარქვათ, აი ნახევარ ალყის პოტენციური მიმართულება ჩანს. თვითონ აი რუკაზე დაკვირვების შედეგად, ანუ რუსებმა ეს შეჭრები რო განახორციელეს, ფაქტიურად ხდება ფრონტის ამ მონაკვეთის სეგმენტაცია და თან აქ რა საფრთხე არის, ეგეც უნდა ვთქვათ, ხო, უკრაინელებისთვის. როდესაც ძალების დიდი კონცენტრაცია ხდება, ხოლმე როგორც წესი, მეორე მხარეც ხდება სად მოხდება დარტყმა რა მიმართულებით და მანევრირებას ახდენს თავისი რეზერვების და აი ამ შემთხვევაში ხა დონეცკიდან დაუშვათ დიდი რეზერვების გადაასროლა რო მოხდება, რა მიმართულებაზე წავა ეს რეზერვები იქნება, ეს პოკროვსკის მიმართულება, თუ ეს იქნება ჩასოვიარის მიმართულება, თუ ეს იქნება სამხრეთით პლაცდარმის გაფართოების ამისი პროგნოზირება ძალიან რთულია, სანამ უშუალოდ ფრონტის ხაზამდე არ მივა ეს რეზერვები. ნუ დიდი ალბათობა არის იმის, რომ თუ დავთვლით მაგალითად 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის ტერიტორიას დონეცკში რუსებმა დაიკავეს, ნუ მაგ შემთხვევაში სავარაუდოდ მაგ ზომისვე ტემპი რო გაგრძელდეს, არადა ტემპი ბოლო პერიოდში პირიქით აჩქარდა და მიწის გაშრობასთან ერთად იდეაში იგულისხმება, რომ ალბათ უფრო უნდა აჩქარდეს. საშუალო დინამიკა არის თვეში 350 კვადრატული კილომეტრი. ოღონდ ეს ბოლო პერიოდში მანამდე შარშან შემოდგომაზე მეტი იყო, სანამ სიმშრალე იყო მიწის და ვარაუდობენ, რომ ეხლა ისევ აჩქარდება, მაგრამ იგივე ტემპი რო შენარჩუნდეს, უნდა გავიდენ მართლა აი პოკროვსკის ნახევარალყაზე დაახლოებით ივლისისთვის. და კონსტანტინოვკასთან უნდა მიუახლოვდნენ იდეაში, თუ ასე გაგრძელდა. ეგ ნიშნავს, თუ სადმე სხვაგან არ გადაისროლეს რეზერვები და რაღაც სხვა მიმართულებაზე არ მოახდინეს მოულოდნელი შეტევა, ეგ არის. ოღონდ ეხლა ამ შემთხვევაში რაიმე გენერალური მასშტაბური შეტევა კი არ მიმდინარეობს, ეს არის აი რუტინული შეტევა, რომელიც აი როგორიც 1 წელია გრძელდება. ეს არ არის რაღაცა გენერალური მასშტაბური შეტევა. ეგ არ არის მაგალითად აი უგლედარის ოპერაცია როგორც იყო, სადაც კონცენტრაცია მოხდა გარღვევა და რაღაც დიდი ტერიტორიის დაკავება. ეგ ცალკე ვარიანტია. ხო, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობა იმისა, რომ ტემპი თუ შენარჩუნდა პოკროვსკის ნახევარალყაზე გავლენ ამ მომენტისთვის და კონსტანტინოვკას აი სამხრეთ დასავლეთიდან მიადგებიან. შემდეგი ეტაპი იქნება სავარაუდოდ უკვე შემოდგომა ზამთრის ეტაპი იქნება. სავარაუდოდ პოკროვსკის აღება და ეცდებიან ალბათ აი ამ სეგმენტში დასავლეთით გაწევას, აი ლიმანის და ამ მიმართულების აღებას, ალბათ სევერსკისაც იმისთვის, რომ
სლავიანსკ კრამატორსკს მიადგენ უკვე აღმოსავლეთიდან სრულად და სამხრეთიდან უკვე პლაცდარმი პოკროვსკის სახით რო ექნება დაღებული, წავიდნენ ჩრდილოეთით იმისთვის, რომ აი სლავიანსკ კრამატორსკის ხაზი გადაჭრან. ეს იქნება აი უახლოესი ალბათ წელიწადნახევრის ამოცანა თეორიული, აიღონ სლავიანსკ კრამატორსკი და მთელი დონბასი უკვე დაკეტონ, თვითონ აი ლიმანის მიმართულებაზეც გავიდნენ. ერთი ვერსია ეგ არის, მეორე ვერსია, რაზეც ვერ ვიტყვით ახლა რომელი გეგმა უფრო პრიორიტეტი და რომელი გადაწყდება, მაგრამ მეორე მიმართულება შეიძლება იყოს წავიდნენ არა ჩრდილოეთით, არამედ წავიდნენ დასავლეთით, აი პლაცდარმის გაფართოების ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს მეორე ამოცანა, უფრო სტრატეგიული ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ აი ხედავთ, ეს არის ყირიმთან სახმელეთო საზღვარი და ყირიმთან სახმელეთო საზღვარის სივიწროვე ყოველთვის ტოვებს იმ საფრთხეს, რომ მოწინააღმდეგე დაარტყავს ჩრდილოეთიდან, გადაჭრის შუაზე ამ საზღვარს და მერე განწირული იქნება ყველაფერი, რაც ამის დასავლეთით არის. ამიტომ რუსების სტრატეგიული ამოცანა ყირიმის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის აი ესე გააფართოვონ დინარემდე მივიდნენ და ეს პლაცდარმი, რომელსაც სახმელეთო საზღვრის სახით აკონტროლებენ, იყოს უფრო ფართო. ეს არის დაახლოებით დავაბრუნოთ შეგვიძლია ეს რუკას მორჩეთ. ეს არის დაახლოებით სავარაუდო სცენარები, როგორ განვითარდება მოვლენები თუ ვერ მოილაპარაკეს. ანუ თუ მართლა ტრამპის ძალისხმევა რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს წარუმატებლად დასრულდა და რუსებმა გააგრძელეს ომი ისე როგორც აგრძელებენ, ანუ დინამიკა თუ იგივეა, თუ მხარეები არც ერთი არ ჩამოიშალა და აი როგორც ხდებოდა ბოლო 3 წელი როგორც ომობდნენ ეგრე თუ გაგრძელდა, ამ წლის ბოლოს არა, მაგრამ შოთას თქმის არ იყოს დაახლოებით წელიწად ნახევარში დონეცკის ოლქის კონტროლქვეშ მოქცევის ამოცანის გადაჭრა ამ სამხედრო მოქმედებების ტემპი როგორიც არის, მაგის ფარგლებში შესაძლებელი არის. რაც რუსებს გადაუჭრელი დარჩებათ მაგ ლოგიკის ფარგლებში ეგ არის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების სრულად აღების ამოცანა, იმიტომ რომ ამ დინამიკის ფარგლებში მაგას ეგ არ ეყოფა, მაგრამ აი პირველადი ამოცანა რაც იყო თავიდან რომ ლუგანსკის და დონეცკის ოლქები მთლიანად მათ კონტროლქვეშ გადავიდეს, აი ადმინისტრაციული საზღვარი სადაც გადის, კიდე წელიწად ნახევარი ესეთი ტემპით თუ გაგრძელდა, მაგას გადაჭრია.